ბატონო გია გიავოლსკი შემოგვიერთდება პრეზიდენტმა გამოსვლისთანავე დაიწყო საუბარი კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებებზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე, რომ არ უნდა წავართვათ მოქალაქეებს პირდაპირ არჩევის წესი და ამას არ უნდა წყვეტდეს არც მოქმედი, არც ყოფილი პრემიერი. რას გულისხმობდა პრეზიდენტი ამაში? მე მარტო მხოლოდ ამ მიმართულებით მის მიერ გაკეთებულ წიაღისეულებს არ შევეხები. საერთოდ ვფიქრობ რეფორმებთან დაკავშირებით ამასთანავე უმრავლესობის ამოცანებთან დაკავშირებით და ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ეს შეფასებები იყო არაადეკვატური ვითარების, არაადეკვატური გამოწვევების, სახელმწიფო დანიშნულების საგარეო და საშინაო ურთიერთობების ბალანსის საკითხებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ უფრო მაინც პოლიტიკური პოზიციონირება მოახდინა დღეს პრეზიდენტმა იმ მიმართებით, რასაც ქვია იმ საკითხებზე, რასაც ქვია გამოწვევები, ამოცანები ვეთანხმები. მაგრამ არ ნიშნავს იმის ცოდნა, რომ სოციალური ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში მართლაც არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის მიერ არის დანახული და თანაც კრიტიკულად დანახული. ასე რომ ბევრი საკითხია ესეთი აღრევა მოხდა მისი ფუნქციების, როგორც პოლიტიკური ლიდერის, როგორც პრეზიდენტის, რომელიც ამ საკონსტიტუციის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. გადაამეტა უფლებამოსილებას. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო გადაამეტა, საერთოდ არაადეკვატური იყო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მთელი რიგი აქცენტები ყურადსაღებია და შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ ეს მარტო რიტორიკული განცხადებები მის თაობაზე, რომ პრობლემები არსებობს ქვეყანაში, საკმარისი ნამდვილად არ არის. ეკაბესელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი საუბრობდა როგორც მხარე. თქვენც ასე აღიქვით ეს პრეზიდენტის გამო როგორც ოპონენტი. რომ მან მოახდინა პოზიციონირება თავისი როგორც პოლიტიკური ფიგურის, სწორედ ამას გულისხმობდი უბრალოდ სხვადასხვა ტერმინის შევარცხით.